არ მიწყინოთ, მაგრამ საეკლესიო პირების მხრიდან დღეს არსებულ სამართლობაზე ხშირად არის მის მკაფიო განცხადებები. ეს თქვენ არ გეხებათ. თქვენ და სხვა სასულიერო პირები ხართ გამონაკლისები, ვინც აპროტესტებთ ღიად უთანასწორობას, განუკითხაობას. აი თქვენ საუბრობდით შიშზე, რომ ამით ცდილობენ დააშინონ ჩვენი მოქალაქეები. თქვენი მისამართით რამე სახით ზეწოლა არის, იმიტომ რომ თქვენი ქადაგებები ყოველთვის ძალიან მკაფიოა და მიემართება ხელისუფლებას. ხო, აი რაც ვთქვი, რომ დღეს არ არის ჯერ ერთი მინიშნებებით საუბრის დრო, უნდა ითქვას პირდაპირ და უნდა თქვა მკაფიოდ. ესე ზეწოლას ვერ ვიტყვი, მაგრამ არის რაღაცა მაინც რაღაც იყო რაღაც მოსაზრებები ზოგმა გამოთქვა რაღაც თავისი რაღაც ესეთი თუნდაც სასულიერო დასიდანაც იყო ესეთი ჩვენს მიმართებაში რაღაც არასწორად შეფასებული მათგან, მაგრამ როდესაც შენ მართალს ამბობ და ის ვინც შენ ამ სიმართლის თქმაში გამტყუნებს, ის რა თქმა უნდა ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მართალზე წინააღმდეგება, მე კი არ მეწინააღმდეგება პიროვნებას, აქ მე არაფერ შუაში არ ვარ, მე რასაც ვამბობ, ეს არის სიმართლე, როცა ვხედავ ძალადობას, როცა ვხედავ ესეთ დევნას, როცა ვხედავ ამდენ უსამართლობას და ამაზე ვამბობ სიტყვას, რომ ეს არის უსამართლობა, ეს არ არის სწორი, ესე არ უნდა ექცეოდე ქართველი კაცი ქართველს. Ну, რა ვიცი, ეს 2-4-4-ია და ამაზე რო საუბარი გვიწევს, ეს არის უფრო მეტად გასაკვირი, მაგრამ ну, რას ვიზამთ არის. ხო, ეკლესია უნდა იყოს ხალხთან, ერთთან და არა პოლიტიკურ ელიტასთან, რომლისგანაც ხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში იღებენ სარგებელს. რა არის, იცით, აი ხალხთან არა, სიმართლესთან იყოს და იმ სიმართლესთან როცა ხარ, იქ ვინც იმ სიმართლეშია, იმათთან ერთად ხარ. მე ერთხელ ვუთხარი ერთ ადამიანს, რომ რაღაც აი აქციებზე დავდივართო და შენი გამოხმაურებებით, ქადაგებებით ჩვენთან ხარო და მე ვუთხარი მე თქვენთან არ ვარ, მე სიმართლესთან ვარ. უბრალოდ მე და თქვენ აღმოჩნდით ამ ერთ ველზე, სიმართლის ველზე და როცა შენ სიმართლეს მისდევ, როცა შენ იცი რომ ეს არის მართალი, როცა გმობ ძალადობას, უსამართლობას, იქ თავისთავად აღმოჩნდები იმ ადამიანების გვერდით, რომელი ადამიანებიც მართლები არიან და ეხლა მე პირადად ჩემს ამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი ახლო ადამიანი ჩემთვის ესე რომ ვთქვათ თვითონ გაუცხოვდა, იმიტომ რომ ჩვენი გზები გაიყო, ესე რომ ვთქვათ მე არ წავიდოდი იმ გზით, რა გზაც მას მოსწონს და ბევრი უცხო ადამიანი, რომელსაც მე არ ვიცნობდი, იმდენი ადამიანი შევიძინე და ისე გამიხარდა და ისე გამდიდრდი ამ სამართლიანი ადამიანებით, რომ გამიხარდა და ასე რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიმართლე რაც არის, წესიერება, ზნეობა რაც არის, იმ გზით ვიარო და თუ იქ ვიქნებით ერთად, მაგას რაჯობია და ეს დიდი ბედნიერებაა. აქ პატარა ისტორია უნდა გავიხსენო, ახლახან ტაქსით მგზავრობისას მძღოლი გამომესაუბრა, მადლობა მითხრა იმისთვის, რომ გიწვევთ ეთერში სასულიერო პირებს, ვინც ჯანსაღად აფასებს დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და გულისკივილით მითხრა, არ ვიცი რომელ ეკლესიას წარმოადგენდა, რომელი ეკლესიის მრევლი იყო, მაგრამ ასეთი რამ მითხრა, რომ ჩემს ირგვლივ მრევლი უმეტესად არის აი ამ პროპაგანდის მსხვერპლი, რასაც ახლა ქართული ოცნება ეწევა. და ზოგჯერ მიჩნდება კითხვაო, რომ აი მე რომ განსხვავებულად ხედავ ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მამაო პროსახელისუფლებო პროპაგანდას ქადაგებს, მაინც განსხვავებულად რომ ვფიქრობ, მე ხომ არ ვწდები, მე ხომ არ მეჩვენება რამეო და მე ვუყურებ ხოლმე ეთერში ჯანსაღ სასულიერო პირებს და ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ და ისინი მაძლიერებენო, ეს მადლობა გეკუთვნით თქვენ და თუ გვიყურებს ეს ადამიანი, ახლა უბრალოდ ეს ისტორია გამახსენდა ახლა. მინდა ვთქვა, რომ როცა პირველად გამოვიხმაურე სოციალურ ქსელში ამ თემას, მაშინ რამდენიმე ადამიანმა პირადადაც მომწერა, კომენტარებშიც მადლობა რაღაცა. მართლა გამიკვირდა, იმიტომ რომ რა იყო სამადლობელი, მეტი რა უნდა მეთქვა, მაგრამ დღეს რო ვაკვირდები, აი დღეს ახლა მოვლენები როგორც განვითარდა და ბევრ ადამიანს რო შევხედე, მე ჩემ თავზე კი არ ვამბობ, რომ მე უნდა მითხრა მადლობა, პირიქით მე გამიჩნდა ის განცდა, რომ თურმე სათქმელი ყოფილა მადლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვიან და მე პირველი მინდა გითხრათ თქვენ ჟურნალისტებს, იმიტომ რომ თქვენ ხართ დღეს ჩვენს ქვეყანაში აი როგორც გუშაგები, რომლებიც პირველი გვამცნობთ იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა თქვეს
უცხოელებმა თქვენზე, რას ამბობს ჩვენზე, რას ამბობს ევროპა ჩვენზე, რას ამბობს რუსეთი ჩვენზე და აი ყველაფერს თქვენ გავგებულობთ და ამიტომ თქვენ რაღაც ვიტყოდი რომ ნორმალურ პირობებში რომ ვიყოთ, მადლობის თქმა არ უნდა გვიწევდეს ამისთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენი პროფესიული მოვალეობაა, მაგრამ ხო არ ვართ ახლა ნორმალურ ვითარებაში და კი, ნამდვილად ძალიან დიდი გმირობაა პირადად ჩემთვის, როცა ამბიონიდან სასულიერო პირი ამბობს ღიად და ძალიან მკაფიოდ, რომ დღეს საქართველოს რუსეთის სასაკლაო ველზე მიყავთ. ეს თქვენი ციტატაა.